მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. დღეს არის 364 დღე, როდესაც ბათუმში იმართება მოქალაქეების საპროტესტო აქცია. თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოს მოქალაქეები არიან პროტესტში და ითხოვენ, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. ასევე მოითხოვენ მოქალაქეები, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რადგანაც იცით, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ციხეში პოლიტიკური მოტივით და ფაქტობრივად არ გავა დღე, რომ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 10-მდე ადამიანი არ დააკავონ. ასევე, რა თქმა უნდა, პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ იმას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაახლოებით 1 წლის წინ უკვე უნდა გახსნილიყო მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის სანაცვლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი ევროინტეგრაციის ნაცვლად წყვეტდნენ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და სწორედ ეს განცხადება იყო კობახიძის, რამაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და ფაქტობრივად 1 წელია ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ ცხრება. საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ეთერში, ასევე სხვა მედია საშუალებებში იცით, რომ აცხადებენ მათ პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება, რომ საქართველო დარჩეს ევროინტეგრაციის გარეშე, დასავლელი მეგობრების მხარდაჭერის გარეშე, იმიტომ რომ ამ ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და მეგობრების დახმარების, მხარდაჭერისა და ევროკავშირის, ასე რომ ვთქვათ, სამშვიდობო ქოლგის გარეშე ეს ქვეყანა მუდმივად იქნება რუსეთისგან შანტაჟის და ოკუპაციის საფრთხის წინაშე. ბუნებრივია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ერთადერთი გაერთიანება დღეს მსოფლიოში, სადაც არ არის ფაქტობრივად ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა ომი, აქ ევროკავშირის ქვეყნებში არის ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა, მშვიდობა და ბუნებრივია საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის პირველ რიგში უსაფრთხოება ამ ქვეყნის და ასევე როგორც ეკონომიკური განვითარება, ასევე ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ და იცით, რომ ამ ინტეგრაციის ფარგლებში საქართველო მიიღო ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პრივილეგია და რა სიკეთეები მოუტანა ქვეყანას ევროპასთან თავისუფალმა მიმოსვლამ, ამაზე არაერთი ადამიანს უსაუბრია და დარწმუნებული ვარ, თქვენც გისარგებლიათ იმ სიკეთეებით, რაც ვიზა ლიბერალიზაციის მეშვეობით მიიღო ამ ქვეყანამ. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო აქციები და თითქმის ყველა ქალაქში იმართება ყოველ ღამით ზოგან ხალხმრავალი აქციები და ზოგან თქვათ მცირე აქციები პატარა ქალაქებში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობა არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ბუნებრივია ქართული ოცნების ხელისუფლებას მიიჩნევენ არალეგიტიმურად და არაკონსტიტუციურ ხელისუფლებად. შესაბამისად, გარდა საქართველოს მოსახლეობის არაღიარებისა, ამ ქართული ოცნების დღეს არსებულ ხელისუფლებას არც საერთაშორისო აღიარება არ აქვს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს გულისხმობს, გამონაკლისი სახელმწიფოები არსებობს, ძირითადად არადემოკრატიულმა ქვეყნებმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა აღიარეს ქართული ოცნების ხელისუფლება, თუმცა საერთაშორისო მასშტაბით ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს მიღებული, ასე რომ ვთქვათ, და საქართველოს მოქალაქეები ბუნებრივია იბრძვიან იმისათვის, რომ ქართული ოცნება ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გააკეთონ თავისუფალ გარემოში, დემოკრატიულ გარემოში არჩევანი და აერჩიონ ისეთი ხელისუფლება, როგორი ხელისუფლებაც მათ სურთ და მათ მოთხოვნებს და ინტერესებს გაატარებს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, მინდა დღეს შეგახსენოთ, რომ დღეს ქართული ოცნების პარლამენტში ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა. მას სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და სამი თემა მინდა ამ შემთხვევაში გამოვყო, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მტკივნეულად
განიხილებოდა საზოგადოებაში, ეს შეეხება განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაანონსა ირავად ირაკლი კობახიძემ და მათ თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ ძირეულად შეცვალონ საუნივერსიტეტო მოწყობა, ასევე სკოლებში აპირებენ გარკვეული რეფორმების ჩატარებას და ეს საუნივერსიტეტო რეფორმა ითვალისწინებს რაღაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ რაღაც უნივერსიტეტების საკმაოდ დიდი ნაწილი სავარაუდოდ გაუქმებას უპირებენ, იმიტომ რომ დღეს კობახიძემ პარლამენტში თქვა, რომ ძალიან ბევრი უნივერსიტეტია საქართველოშიო და ბუნებრივია ამდენი უნივერსიტეტის ფონზე ჩვენ ვერ შევქმნით ხარისხსო. ეს განცხადება დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება აპირებს სავარაუდოდ, რომ გარკვეული უნივერსიტეტები გააუქმოს და დღეს აპელირებდა მხოლოდ ორ ქალაქზე. კობახიძე იძახდა, რომ ქუთაისისა და რუსთავის განვითარება უნდა მოხდეს. ის ამბობდა, რომ ამ რეფორმის ძირითადი არსი არის ის, რომ თბილისი არის გადატვირთული, რადგან სტუდენტების 80% თბილისში ცხოვრობს, თბილისში სწავლობს და მთავარი ამოცანა არის, რომ თბილისი გამტვირთოთ აი ამ სტუდენტებისგანო და 40% გადავანაწილოთ ზოგი რუსთავში, ზოგი ქუთაისშიო. თუმცა ქართული ოცნების ამ დაანონსებულ რეფორმას ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ასევე სტუდენტები საპროტესტებენ ამას, რადგან ამ რეფორმის მეშვეობით ფაქტობრივად სტუდენტს აღარ ექნება და არც აბიტურიენტს არჩევანის შესაძლებლობა არ ექნება რა, რომ თავად გადაწყვიტოს, რომელ ქალაქში ჩააბაროს, რომელ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ვინ იყოს მისი მასწავლებელი და ასე შემდეგ, რადგანაც ქართული ოცნების რეფორმის მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ უნივერსიტეტები ფაქტობრივად დაკარგავენ ავტონომიას და მთლიანად მათზე კონტროლს განახორციელებს. სახელმწიფო თავად გადაწყვეტს რა, რომელ უნივერსიტეტში რა საგანი უნდა ისწავლებოდეს, რა ფაკულტეტი უნდა იყოს გახსნილი, ამ ფაკულტეტზე ვინ უნდა მუშაობდეს, რამდენი პროფესორი უნდა მუშაობდეს, რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს ამ უნივერსიტეტებმა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თავდაპირველი დაანონსებულ ვარიანტში კობახიძემ ისაუბრა იმაზე, რომ მაგალითად ილიას უნივერსიტეტის შენობებზე იყო აქ საუბარი, ასევე თესეუს რამდენიმე კორპუსზე იყო საუბარი და ითქვა, რომ აი ამ ჭავჭავაძის ქუჩაზე ეს უნივერსიტეტები და მათი ფილიალები ვაკეშია ძირითადად განთავსებული, თქვა, რომ ეს არის კარგი საინვესტიციო ადგილები და უნივერსიტეტებისთვის არ უნდა მოცდეს ეს ფართები. სავარაუდოდ დაანონსებული, ჩაფიქრებულია ის, რომ ამ უნივერსიტეტების ფილიალები გაიყიდოს და გაყიდონ და იქ რაღაც 70 სართულიანი კორპუსები წამოჭიმონ და ამიტომ კითხვები ჩდება ამასთან დაკავშირებითაც, რომ თუ 4 სართულიანი უნივერსიტეტის შენობამ გამოიწვია ვთქვათ გადატვირთვა თურმე ქალაქის, აი იქ 70 სართულიანი კორპუსები და მაღლივი შენობები რომ აშენდება, რა ეს განტვირთავს ქალაქს? ეს არ გამოიწვევს თქვათ იმ ქუჩების გადატვირთვას, სადაც ერთ სართულზე შეიძლება 20 მანქანა მოვიდეს და იმ გარემოში სადაც არ არის პარკინგების პრობლემაა, საცობების პრობლემაა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება აი ამ უნივერსიტეტების რეფორმასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ სპეციალისტს მოусმინეთ პირადად ჩვენ ბათუმელები ესაუბრა კვირეების განმავლობაში არაერთ სპეციალისტ პროფესორ მასწავლებლებს და ყველა საგანგაშო სიგნალს ხედავს ამ ყველაფერში და ისინი აფასებენ, რომ ეს იქნება კატასტროფა, ეს დაანონსებული რეფორმა რეალურად იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში ნაშენებს საუნივერსიტეტო სისტემას მთლიანად ჩამოშლის და ჩამოანგრევს. ეს ყველაფერი შეიწირავს ასევე იმ შენობებს, სადაც დღეს განთავსებულია უნივერსიტეტები, მათი ფილიალები და წლობით დახარჯული რესურსები განიავდება და გაიფლანგება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ისედაც კრიზისია რესურსების თვალსაზრისით უნივერსიტეტებში ამ წლების განმავლობაში ევროკავშირისა და სხვადასხვა დასავლური ფონდების დახმარებით არსებობდნენ და ეს უნივერსიტეტებიც მეცნიერები ფაქტობრივად
ამ დაფინანსების მეშვეობით აწარმოებდნენ კვლევებს, იმიტომ რომ ბიუჯეტში მუდმივად ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიუჯეტში არ არსებობს მეცნიერებისთვის საკმარისი თანხები, ფინანსები და ასე შემდეგ და სწორედ ევროკავშირი ეხმარებოდა და ევროკავშირის დაფინანსება ეხმარებოდა, იქნება ეს ერაზმუსის პროგრამები თუ სხვადასხვა პროგრამები მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის და ასე შემდეგ. ეს პროგრამები ეხმარებოდა ქართველ მეცნიერებსაც და სტუდენტებსაც განვითარებისთვის და ლაბორატორიული თუ სხვა ტექნიკური რესურსების შექმნაში და სწორედ ამაზე საუბრობდნენ პროფესორ მასწავლებლები, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოირყევა, ჩამოინგრევა და ახალი რაღაცა ინფრასტრუქტურის მიღების ნაცვლად შეიძლება ხელში არც არაფერი შეგვრჩეს. ასევე იცით, რომ უნივერსიტეტის რეფორმასთან ერთად დაანონსებულია სასკოლო რეფორმაც და იყო საუბარი იმაზე, რომ დღეს არსებული 12 წლიანი განათლება უნდა გაუქმდეს და საჯარო სკოლები გადავიდნენ 11 წლიან სწავლებაზე. ამასაც მოჰყვა კრიტიკა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ფარგლებში საქართველოს განათლების სისტემა მიერთებული არის დასავლური განათლების სისტემას, რომელსაც ბოლონიის პროცესი ჰქვია და ქართველი მოსწავლე, რომელიც ასრულებს საშუალო სკოლას, მას პრობლემების, ბარიერების და ბიუროკრატიის გარეშე შეუძლია თუ კი სურვილი აქვს და თუ კი მიიღებენ, თქვათ, დასავლურ უნივერსიტეტებში, მას პრობლემების გარეშე შეუძლია ავტომატურად გააგრძელოს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა. მაგრამ ბოლონის პროცესიდან გამოთიშვა მოსწავლეს ბუნებრივია უქმნის ბარიერებს და თუ ოჯახს არ აქვს დიდი ფინანსური შემოსავალი, ბუნებრივია ღარიბი ოჯახები ვერ შეძლებენ იმას, რომ მაგალითად მე-12 კლასი უცხოეთში გაუშვან, იქ ასწავლონ შვილს და ასე მიიღონ წვდომა დასავლურ განათლებაზე და ბუნებრივია ეს ყველაფერი გამოიწვევს პრობლემებს და იქნება დაბრკოლება ხელმოკლე ოჯახებისათვის, ხო? დღეს პარლამენტში მყოფმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მე-12 კლასი შეუნარჩუნდებათ მხოლოდ კერძო სკოლებს და იმისათვის თქვათ, რომ რაღაც საჯარო სკოლებიც არ დარჩნენ სრულად მე-12 კლასის გარეშე, ცალკეულ ქალაქებში რაღაც კურსებს გავხსნითო, თუ რაღაც ამდაგვარი თქვა, ბუნდოვნად თქვა, არ იყო დაზუსტებული, რომ რას გულისხმობდა, თუ მე-12 კლასის გახსნას აპირებენ ცალკეულ საჯარო სკოლებში, მაშინ საერთოდ რაში სჭირდებოდათ ამ სისტემის მოშლა და თუ კი ყველა სკოლა იტყვის, რომ ჩვენც გვინდა რაღაც დამატებითი კლასის გახსნა, მაშინ რა გამოვიდა, რომ რისთვის აუქმებენ ამ მე-12 კლასს. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივია ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ კითხვებს არ პასუხობენ, არ აქვთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი, არის მხოლოდ მათი განცხადებები და როდესაც შემდეგ საზოგადოების მხრიდან ისმება კონკრეტული კითხვები, რომ რა იქნება შემდეგ, ამაზე პასუხები არ არსებობს და ბუნებრივია ეს იწვევს შფოთს და განცდებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები ეხება თითოეულ ოჯახს, თითოეული ოჯახის ადამიანის შვილიშვილებს და ასე შემდეგ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება და დასავლურ განათლებასთან ხელმისაწვდომობა. ასევე დღეს კობახიძემ ახსენა სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ ისინი აპირებენ გადახედვას ამ საკითხის, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ოცნების წარმომადგენლები სულ იმაზე საუბრობენ, რომ თითქოს ყვავის ქვეყანაში ეკონომიკა და არნახული წარმატება აქვს ქვეყანას ამ წლების განმავლობაში მიღწეული, რატომღაც ქვეყანაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი იზრდება. ხო და როგორც ჩანს ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურად შეამციროს ეს მონაცემები, სიღარიბის მონაცემები, რადგან კობახიძის განცხადებაში რეალურად ეს იკითხებოდა. მან თქვა, რომ გადახედავს სოციალურ პოლიტიკას, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ იღებს სოციალურ შემწეობას სახელმწიფოს მხრიდანო. ხო, რას ნიშნავს ეს უსამართლოდ მიღებული სოციალური შემწეობა? თუ არა იმას, რომ ისინი აპირებენ, რომ გარკვეულ ოჯახებს თქვათ გაუქმონ სოციალური შემწეობა და აი ამ ხელოვნურად გაუქმებული შემწეობების ხარჯზე შექმნან სხვა სურათი და შემდეგ თქვან, რომ აი 20% კი არ არის ქვეყანაში გაზრდილი სიღარიბე, 20%-ით შემცირდა, იმიტომ რომ დაახლოებით ამ 20% შეუწყვეტენ ისინი დაუშვათ სოციალურ შემწეობას და მერე იტყვიან, რომ სიღარიბე აღარ გვაქვს ქვეყანაში.
მინდა რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადია, აქ მყოფ ადამიანებსაც გავესაუბრო, პროტესტში მყოფ ადამიანებს, თავად როგორ ხედავენ ამ განცხადებების შინაარს, როგორ აღიქვამენ და რა შეფასებები ექნებათ ამასთან დაკავშირებით. მეგობრებო, მოგესალმებით, ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში ხარ. მოგესალმებით ჯემალ. ეხლა ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი იმასთან დაკავშირებით. დღეს კობახიძის განცხადებები რაც იყო ვთქვათ, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, სკოლებთან და ასევე ითქვა, რომ ისინი გადახედავენ სოციალურ პოლიტიკას, რადგან კობახიძემ თქვა, რომ ბევრი ადამიანი უსამართლოდ იღებს სახელმწიფო შემწეობას ამ ქვეყანაშიო და როგორ ფიქრობთ, რას აპირებენ? ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ოჯახებს გაუქმოს სოციალური შემწეობა და ამის ხარჯზე ვთქვათ, მერე თქვან რომ სიღარიბე შემცირდა? თუ თქვენ რა მოლოდინები გაგიჩინათ აი კობახიძის ამ განცხადება? კარგი მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ძალიან მცირე შემწეობის მიღები ადამიანების რომლებიც იღებენ შემწეობას, იმიტომ რომ ანუ ბევრის გამსმენია მე რომ არსებობენ ესეთი ადამიანებიც, რომლებიც ანუ ნეპოტიზმით იღებენ, არ აქვს სინამდვილეში საჭიროება, ძალიან კარგი სახლები, მანქანები და ფუფუნების საგნები აქვს, მაგრამ იღებენ შემწეობას. ასეთი იქნება ძალიან ცოტა. და სინამდვილეში ქვეყანაში ყოველ წელს იზრდება კატასტროფულად სიღარიბის ზღვარს და მის ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. ამიტომ ამ სოციალური პოლიტიკის გადახედვა თითქოსა რომ მდგომარეობა გამოასწოროს, ანუ არის ჩემი აზრით იმის დაანონსება, რომ აი ეხლა ის რა ქვია ადამიანებს, ვისაც ეხლა ჩვენ სოციალურ შემწეობას ვუკეთებთ, ანუ პირიქით წავართოთ ლუკმაპური და უფრო მეტად დამოკიდებული გავხადოთ იმაზე, რომ აი ხმები გაყიდონ, აი უფრო მეტად. აი ჩვენ გვახსოვდა მაგალითად არჩევნების წინა პერიოდში მოქალაქეები პირდაპირ ღიად ამბობდნენ, რომ თუ ოცნებას არ მივცემთ ხმას, გვემუქრებიან რომ წაგვართვევენ სოციალურ შემწეობას. ახლა აღარ ჭირდებათ, ანუ აი ეს შანტაჟის ბერკეტად იყენებდა რეალურად სახელმწიფო შემწეობას ქართული ოცნება, ხო? აი ეხლა რატო აპირებენ მაგალითად, რომ დარტყმა მიაყენონ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს, ხო? გაუქმონ შემწეობა, ანუ რა აღარ ჭირდებათ მათი ხმები, ასე რომ ვთქვა, თუ სხვა რამეა ჩაფიქრებული. რა თქმა უნდა, ხმები ჭირდებათ, უბრალოდ ნახეთ რა ხდება. ერთი წელია თითქმის, რაც პროტესტი ვერ ცხრება. ხალხს იჭერენ, ხალხს ცემენ, აშინებენ, ემუქრებიან, ყველაფერს აკეთებენ, აჯარიმებენ, მაგრამ პროტესტი ვერ ჩაცხრა. რა თქმა უნდა, ეს იმას არნიშნავს, ის ადამიანები, რომლებიც დადიან აქციებზე ყოველდღიურად და მაქსიმალურად ბოლომდე არიან ჩართულები, ანუ ჩემის ჩათვლით, ქებასავით არ გამომივიდეს, მაგალითს ვამბობ. ანუ არიან ის ხალხი, ვინც სახლში ზიან, სამსახურებში, ანუ გარეთ, სადმე სასეირნოდ ყოველთვის განიხილავენ იმას, თუ როგორ დამანგრებელ პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნება. და იმ ადამიანების რიცხვი იზრდება, რა თქმა უნდა, მით უმეტეს იმის გამო, რომ ეხლა საერთოდ პირველი მოსმენით ემიგრანტებს ხმა მიცემას უქმებენ ფაქტობრივად უქმებენ, შემდეგ რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპებსაც გაივლის, იმიტომ რომ შედეგები ეტაპები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ამას უოჭველი დაამტკიცებენ. მე ალბათ იტყვიან მეზღვაურებსაც გავუქმოთ, იმიტომ რომ 6 თვე მიდიან იქა გემზიან, 8 თვე მიდიან და არ არიან ღირსები, რომ ისე რა ქვია ხმა მისცენ და მე ალბათ რა ვიცი, საერთოდ ერთი პარტია იქნება შემოსახაზი და რა ვიცი, ანუ მათი ნაწარმოების სოციალური პოლიტიკა არის ის, რომ ალბათ მათ ჭირდებათ, რომ ქვეყანაში დარჩეთ ისეთი ადამიანები, ვისაც პროპაგანდით მარტივად მოატყუებენ, რასაც ქართულ ხალხს ძალიან რთულია რომ მოატყუო. ისეთი ხალხი დარჩეს, რომლებიც იქნება ძალოვნებში დასაქმებული, ან საჯარო სამსახურებში დასაქმებული, რომ ექნება ბერკეტი, დააშინოს ყველანაირად და ყველანაირად ყავდეს ეს შეზღუდული, რომ სიტყვაც კი ვერ დაცდეთ. ის კი არა რომ სადმე დაწერონ ინტერნეტში, სადმე იმეს უთხრან. გონებაშიც კი არის ფიქრო, ეს ალბათ გამოხატვის საერთოდ ყველა ფორმა უნდათ რომ ჩაკლან საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ანუ ექსპერტიულობას აწვევიან, ახლა პარტიებსაც კრძალავენ და ახლა რომელი პარტიის მხარდაჭერი მე ვარ, არც ერთი პარტია ჩემთვის არ არის, ანუ რა პოლიტიკასაც აწარმოებენ, მაგრამ განსაკუთრებით ქართული ოცნება, რომელიც რუსული ეცნობაა სინამდვილეში და რუსული პროექტია, რომელიც ეხლა ვხვდებით უკვე თავიდან ის რეჟიმი რო გაუშვით, უეჭველი წასასვლელი იყო, მაგრამ ეხლა ვიცით რომ ეხლა ეს არის უეჭველი წასასვლელი. მომავალში კიდე რა გველოდება ის არ ვიცით, მაგრამ
ეს არის ალბათ დემოკრატია, რომ ეს არის ალბათ დემოკრატია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველთვის ბრძოლა და მოსახლეობა ყოველთვის უნდა ვიყოს ჩართული ქვეყნის საქმიანობაში, აღმშენებლობაში და იმაში, რომ ქვეყანა უკან კი არ დაიხიოს პირიქით, უკეთესობისკენ გადავდგათ ნაბიჯი და ის რა პროექტებსაც ესენი აკეთებენ, იქნება ეს უამრავი ჰესების მშენებლობა, იქნება ეს კორპუსების მშენებლობა, რაღაც დიდი უბნების მშენებლობა, იგილ-ჰილსის ამბები, არაბიზაცია, ამდენი რუსი რო შემოდის რუსეთიდან ქვეყანაში და ამდენი ადამიანი რო გარბის ქვეყნიდან და არ ვიცი, ახლა ალბათ პენსიასაც იტყვიან, რომ ახლა პენსია 65-დან 60 წლიდან არ უნდა იღებდნენ მოქალაქეები და მოდი 80 წელზე ავიდეთ, იმიტომ რომ ახლა 80 წლამდე უნდა იმუშაოს ადამიანები, ალბათ მაგას ეს იტყვენ, იმედია ეს ალბათ იდეათ არ ჩაეწვეთებათ ეხა, ვინც იან ტოპ-ტვინები რო იძახიან ხოლმე რა. ხო და არ ვიცი, ყველაფერს საზიანოს აკეთებენ. განათლების სისტემაში თუნდაც ეხლა საგამოსტოებიდან 60-მდე 40 ადამიანი გაუშვეს საგამოსტო ცენტრიდან და სხვათა შორის დღეს ფორმულას ეთერში ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ამბობდა, რომ ეს რომელ ადამიანებზე გვეკითხებიო, ქართულ ოცნებას, რუსულ ხელისუფლებას რო ეძახიანო და რუსულ ხელისუფლებას თუ გვეძახიანო, ანუ რუსულ ხელისუფლებას თუ გვეძახიანო, მაშინო არც ბიუჯეტიდან არ უნდა ანუ ხელფასიც არ უნდა აიღონო. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც რეალურად არ ესმის, რომ ბიუჯეტი ეს არის ხალხის საკუთრება, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ავსებს ამ ბიუჯეტს და მოქალაქეების გადასახადებით ივსება, ხო ეს ბიუჯეტი და ეს არ არის პარტიული ფული და არც ვთქვათ რაღაც ბიზინა ივანიშვილის ხო ფინანსური რაღაც შემოსავალი, ხო? და პრინციპში ირიბად აღიარა, რომ მათზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და აი ამ განცხადების შემდეგ რომ ბიზინა ივანიშვილის ბიუჯეტია, ქვეყნის ბიუჯეტი და ის გადასახადები ჩვენ რო ვიხდით მოსახლეობა და ბიზნესები და ასე შემდეგ, რასაც ბიზნესები საკმარისად არ იხდიან, ამასაც ცალკე ჩავამატეთ, მაგრამ ალბათ მისთვის ალბათ იმ პარტიის და ბიზინა ივანიშვილის მაფიოზების ის არის, რა ქვია, ფულია და ეხლა რაღაცა ლუკმასო გადმოუგდებენ ადამიანს, იმასაც დაამადლიან, მაგით მაყოფილი იყავი რა, იქიდან შემოწახებენ ესე და მაგას გავს რა, ამ ქალბატონი როგორ უწოდო, ანუ ადამიანს, რომელიც ესეთ სიტყვა დასწდება პირიდან, ანუ ეს არის რავი რა ადამიანობა ესეთ რაღაცას რო იტყვი და ყველაფერს რაც კი ცუდი ხდება, ყველაფერის გამართლებას რო ცდილობენ ესენი, ანუ ესენი არიან მტრები, ანუ ხალხის და საკუთარი თავის მტრებიც არიან, იმიტომ რომ ისე გამოიყენებს ეს რეჟიმი, რომ ხვალდაზე როგორც ის კახარია და ღალიბაშვილი და სხვები გაუბედურეს და ისაკ გიჟვაძე და ასე შემდეგ რა დღეში ჩავარდა ხო ეს ადამიანი და ეხლა გერმანიაში რო გაქცეული რომ იქ რაღაცა ევროპას რო ლანძღავდნენ და ეხლა ევროპაში რო ითხოვენ თავშესაფარს. ევროპას სალანძღავი ეს სიტყვის მასალა აქვს, თორე თვითონაც იციან ეხლა რომელი არის უკეთესი იმასთან შედარებით ეხლა რაში საბოლოოდ მაინც იგარბიან თავად. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იციან სადაც არის უკეთესი ცხოვრება და უკეთესი ისა ეს არნიშნავს რომ იქით პრობლემები არ არის, მაგრამ ჩვენ ეხლა სადაც ვართ, ანუ არსებობისთვის და იმისთვის ვიბრძვით, რომ ანუ საქართველო გადარჩეს და მისი ხალხი გადარჩეს. და განათლების რეფორმაზე ასევე მინდა მეთქვა, რომ ეხლა კიდე გავიგეთ, რომ თურმე კერძო სკოლებს უტოვებენ მე-12 კლასს. და სხვათა შორის, ანუ მე ეს თქვი და მეგობრებში ვთქვი და გავიგე. თუმცა არ უფიქრიათ იმაზე, რომ თუ კი მოთხოვნა გაიზრდება მე-12 კლასზე და რესურსი არ ექნება ამ კერძო სკოლებს მიღების, ეს უთანასწორო გარემოს არ შექმნის ქვეყანაში. თანასწორობაზე საერთოდ არ გავიფიქრე, მე ხა ალბათ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესები გახსნიან სკოლებს, კერძო სკოლებს. საჯარო სკოლები კიდევ უფრო გაღარიბდება და კიდევ უფრო შემოაკლდება ის რესურსები, რაც უფრო მეტი უნდა იყოს. და ვისურვებდი რომ ფინეთში როგორი სწავლის სისტემა ისეთი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ანუ ვერასოდეს ვერ ვეღირსებით ალბათ. არავის არ უნდა არც პოლიტიკანს, მოდი ესე დაუძახებ მათ, რომ თვითონ გააკეთებენ ფულს. ეხლა ის ადამიანები, ვინც ცდილობს და რა თქმა უნდა იციან მოსახლეობაზე გამოკითხებითაც რომ უსმენდი, უმეტესობა ამბობს, რომ რა თქმა უნდა 12 კლასი უნდა ისწავლოს და იმაზე უფრო მეტია გასაკეთებელი განათლების სისტემაში, ვიდრე თითქოს და იმის სახელით, რომ აი განათლების სისტემა გასაუმჯობესებელი, მაგრამ სინამდვილეში აუარესებენ ამ ყველაფერს. ამით მოცული და მანტია შემოსხმული, სულ რაღაცას აკეთებენ და
ალბათ ის ბიზნესები იშოვიან ამ ფულებს და ბუმი იქნება სოციალურად დაუცველები კიდევ უფრო დაიჩაგრებიან. რა თქმა უნდა, რომ არჩევანის შესაძლებლობა არ ექნება. ქართულ ამერიკულ სკოლაში მიიყვანოს და წელიწადში 12000 თუ აღარ მახსოვს უცად რამდენი დოლარია რომ ერთი წელი უხადოს, ანუ 12000 დოლარი კი არა, 12 ლარი არ აქვს ისა, რა ქვია, დღეში ადამიანს რა იმისთვის რომ იარსებოს, ანუ საარსებო მინიმუმი არ აქვს და 12000 დოლარს როგორ გადაიხდის. გასაგებია, ჩემ ძალიან დიდი მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ლარა, განათლების რეფორმაზე რა ხომ საუბრობ? მინდა რომ როგორც სტუდენტს კითხო მოსაზრება ყობახიძის მიერ დაანონსებულ რეფორმაზე, ხო? დღეს კიდე გაიმეორა, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ასევე მან თქვა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე აქვს საუბარი და ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთი ფაკულტეტი უნდა ჰქონდესო. რაღაც ხო ეს როგორც სპეციალისტებისგან მოვისმინე, აბსურდის დონეზე დადისო, აი წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რას ნიშნავს, რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი არსებობდეს, როგორ შეიძლება საერთოდ დარგების ასე დაქუცმაცებაო, მოვისმინე პროფესორების მოსაზრებაც. შენ როგორც სტუდენტი, აი ამ განცხადებებს რო უსმენ, რამდენად ოპტიმისტურად გეჩვენება საერთოდ ეს ყველაფერი და უნდა აიღო ამ ქვეყანაში დიპლომი, ხო? აი როგორ უყურებ შენს მომავალს როგორც სტუდენტი, აი ამ რეფორმის ფარგლებში. მე ძალიან ნერვიულობ ჩემს მომავალზე, ესე გულწრფელად სტუდენტურად რო ვთქვა. მართლა ძალიან ნერვიულობ და ყველა ჩემი დაძინება არის იმ შიშის გაგვიძება, რომ გავიღვიძებ, ესე ვთქვათ, აღმოჩენება, რომ გავიღვიძებს რა რეალობაში მომიწევს კიდე რომ შევეგუო, ან ვიბრძოლო, ან გავაპროტესტო, ან რაღა ვქნა ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი ბოლო ფიქრები, როცა ვიძინებ. არანაირი განათლების მიმართ ფიქრები არ გამაჩნია, არანაირი საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზანი აღარ მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ჩაკეტეს, მოსპეს და შარშან 28 ნოემბერს რა განცხადებაც გააკეთა იმის მერე ქართულმა ოცნებამ ჩვეულებრივად ესე ტერორი გამოგვიცხადა სტუდენტებს. ფაქტობრივად ყველა სფეროს ეხებიან, ხო? ოღონდ ყველას აქ განცდა, რომ ეს არის დესტრუქციული ჩარევა და არა ის, რომ რაღაც უმჯობესდება. ეს განცდა აქვს ყველა მშობელსაც, პროფესორსაც, სტუდენტსაც. მით უმეტეს, რომ ქართული ოცნებისგან დესტრუქციული ჩარევის გარდა არაფერს არ უნდა ელოდა, იმიტომ რომ ეს არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ესე ვთქვათ დააბეჭავს ახალგაზრდები. რეჟიმს არ სჭირდება განათლებული თაობა, იმიტომ რომ განათლებული თაობა იცავს საკუთარ უფლებებს, იცის ღირსეული არჩევანის შესაძლებლობა რა ხილია და ასევე იცის რომ დემოკრატიული სახელმწიფო ყველაფერს ურჩევნია. შესაბამისად, განათლებული ადამიანი იმ გამოწვევებს ესე პირდაპირ რადიკალურად უპასუხებს, რა გამოწვევების ქვეშ ვართ ახლა ქვეყანაში, ხო? დღესაც ამდენი განმავლობაში მათი ესე ვთქვათ მართლობის ამდენი წელი, რატომ არის ესეთი ესე ვთქვათ საერთოდ აცდენილი არის სრულიად მიახლოებულიც არ არის ევროპული განათლების სტანდარტებთან, იმიტომ რომ დღეს რასაც უყურებთ ამ გაჩუმებულ სტუდენტებს და ჩაჩუმებულ უნივერსიტეტებს და ასე შემდეგ, ეს ზუსტად ის შედეგია, რაც ქართულ ოცნებას მიზნად ჰქონდა დასახული 12 წლის წინ, რომ აი უნივერსიტეტს, სკოლებს, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასე ვთქვათ, მოაქცია ერთ ჩარჩოში რეალურად და არ მისცა იმის უფლება, რომ გარდა ამ ერასმუსის პროგრამებს, რაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მთელი ერთი წელია ლანძღავს ხომ ევროპას სხვადასხვა განცხადებებით, მთელი პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ თითქოს დააკნინოს ევროკავშირის როლი ამ ქვეყანაში, ხო? თუმცა ამის პარალელურად დღეს მაგალითად იმეორებდა, რომ ჩვენო ევროპული განათლების ხარისხი უნდა შევქმნათ ამ ქვეყანაშიო. თურმე კარგი ყოფილა ეს ევროპული განათლების სისტემა და როგორ წარმოგიდგენიათ შექმნან ევროპული განათლების სისტემა ქვეყანაში, როცა ყოველგვარ ევროპულ მოდელს ეწინააღმდეგება მათი რეფორმები, ხო? აი რატომ იმეორებენ ამ ტექსტს? ხო, რუსულ კანონზე ამბობდნენ, რომ ამერიკული კანონი არის. ხო, არ ყოფილა ამერიკული კანონი. აი ეგრე იზამეს ზუსტად ევროპული სტანდარტებით
მორგებულ განათლების სისტემაზეც. ევროპული აუცხვიან და იქნება სრულიად ფარავე. ოფიციალური ფორმა იქნება, თუმცა არანაირი შინაგანაწესი და არანაირი კურიკულუმი და არაფერი არ იქნება კავშირში საერთოდ ევროპული განათლების სისტემასთან. მუშაობენ იმაზე, რომ მართლა დაუბეჭავდეთ ახალგაზრდები და კრიტიკული აზრი უნდა საერთოდ გაგვიქრეს. აღარ გვინდოდეს ასე ვთქვათ, აი, სოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან განვითარებულ წერტილში, ასე ვთქვათ, განათლების მიღება თუნდაც, იმიტომ რომ საზღვარი ნელა იგებება, ხო? ხო და არავინ აღარ მიგვიღებს ჩვენი დიპლომით, იმიტომ რომ აი, წარმოიდგინეთ, ანუ მართლა ამ განათლების სისტემაში აღებული დიპლომი, უმაღლესი განათლების აღებული დიპლომი რად უნდა გამოგადგეს? ერთი ფარატინა ფურცელია, მეტი არაფერი მართლა. ეგ კი არა, ევროპის ქვეყნებში კი არა, აგერ ქვეყანაში არა გამოგადგება ისეთ კერძო სექტორებში, სამსახურებში. ანუ რეალურად ამბობენ, რომ ჩვენ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შევამცირებთ, იმიტომ რომ ფაკულტეტები რო გაუქმდება, ეს ხო ავტომატურად გამოიწვევს სტუდენტების შემცირებას. სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ რამდენი სტუდენტი უნდა მიიღონ, მაგრამ ეს გარეთ დარჩენილი სტუდენტები და ახალგაზრდობა, როცა ქვეყანაში არ იქნება სამუშაო ადგილები, სად წავა? აი ამაზე კითხვები არ აქვს. ოცნებას არ პასუხობს, ალბათ აქვს მოლოდინი რომ გააქციოს ეს ხალხიც ქვეყნიდან, თუ რა არის საერთოდ ჩაფიქრებული რეალურად ამ რეფორმებში? ჩაფიქრებული არის რეალურად თავარი ის, რომ დიქტატურას აი ბოლო წერტილი არის, რომ აი სიტყვა თავისუფლებაც კი უკვე აკრძალული იყოს. ან სიტყვა თავისუფალი ბედია, ან მე მჭირდება და გამიკეთე, ან ეს სოციალურ საკითხებზე მოგსაუბარი, პროტესტი, სიტყვა პროტესტი და გრძნობა აკრძალული იყოს და თავარი გრძნობა რაც შეიძლება რომ დიქტატურამ დაუტოვოს მოქალაქეს არის შიში. შიშზე აგებული პროპაგანდა, შიშზე აგებული სახელმწიფო და შიშზე აგებული დიქტატურა. მორჩა. ანუ ეს არის იდეა რეალურად თქვენი აზრით. ლარა, დიდი მადლობა რომ გამიზიარეთ მოსაზრება, მეგობრებო, ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით. შეგახსენებთ რომ დღეს არის 364 დღე, მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ ბათუმში და ასევე სხვა ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდშიც იმართება ეს საპროტესტო აქციები და მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგანაც გასული წლის არჩევნები არ იყო აღიარებული საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ასევე თქვენ ისით, რომ ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს რეპრესიები და ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებს, ასე რომ ვთქვათ, ქართული ოცნება კანონებს, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და ადამიანებს, რა ვიცი, პროტესტის გამოიჭერენ უკვე, ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ, უმიზეზოდ იჭერენ, პირვადის გამოიჭერენ და მე მგონი ყველაფრის გამოიჭერენ საერთოდ, ვინც კი არ მოეწონება სისტემას და რეჟიმს. გარდა ამის და ბუნებრივია ამ რეპრესიებს მოყვა ის, რომ ქვეყანაში რეპრესიულმა კანონებმა დაასუსტა სამოქალაქო სექტორი, ძალიან ბევრმა არასამთავრობო სექტორმა, ორგანიზაციამ შეაჩერა მუშაობა ამ რუსული კანონებიდან გამომდინარე, რადგანაც იცით, რომ ეგრეთ წოდებული ფარა, ასევე სხვა რუსული კანონები აიძულებდა ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირებულიყვნენ რუსულ რეესტრში, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები და ბუნებრივია აი ამ ღირსების შემლახავ სტატუსს არავინ არ დათანხმდებოდა ამ ქვეყანაში, მით უმეტეს ის ორგანიზაციები, ის მედია საშუალებები და ის სამოქალაქო სექტორი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა მართლა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია განვითარებულიყო, საზოგადოება განვითარებულიყო, რომ პასუხისმგებლიანი საზოგადოება და ხელისუფლება ყოფილიყო ამ ქვეყანაში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დონე იქნებოდა თუ სხვა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ეს ყველაფერი გაუმჯობესებულიყო, თუმცა როგორც ხედავთ, ქართული ოცნების ხელისუფლება მიზნად დაისახა, რომ კანონმდებლობა მიუსადაგოს ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ამ ყველაფრის გასაქრობად და გასაჩუმებლად შემოიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ამ ქვეყანაში გააქრობს დემოკრატიას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
და სწორედ აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ განან მოქალაქეები, რადგან მათი აზრით ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურას, რუსულ რეჟიმს, არ შეეგუებიან თავიანთი უფლებების დაკარგვას და არ შეეგუებიან იმას, რომ საქართველო მოწყდეს ცივილიზებულ სამყაროს, მოწყდეს დასავლეთს, ევროკავშირს და დარჩეს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ დაუცველად და გახდეს მოწყვლადი სახელმწიფო, ისედაც ისიც რომ აი რუსული ოკუპაციის შედეგად ყოველდღიური საფრთხე არსებობს ამ ქვეყანაში, ხო? და აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები არიან პროტესტში ყოველდღე და იბრძვიან იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს არსებული რეალობა შეიცვალოს. მოქალაქეების რაღაც გარკვეული ნაწილი ქუჩის აქეთ მხარეს და სადაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა, ნაწილი არის განთავსებული ქუჩის მეორე მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ შევეცდებით, რომ მათაც გავესაუბროთ, თუ კი რა თქმა უნდა ამის სურვილი ექნება და ასევე შეგახსენებთ იმას, რომ დღეს საქართველოს ქართული ოცნების პარლამენტში რეალურად ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი იყო მიწვეული, სადაც მან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და მათ შორის ასევე ისაუბრა სოციალურ პოლიტიკაზე და განათლების რეფორმაზე. გამარჯობათ. ბათუმელების ლავიში ხართ. მინდა რომ კობახიძის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება. თქვენი მოსაზრება თუნდაც. კობახიძემ რას ვიტყვი ახლა? კაის კობახიძეს. სოციალურ პოლიტიკას უნდა გადავხედოთო. ძალიან ბევრი ადამიანი უსამართლოდ იღებსო შემწეობას, სახელმწიფო შემწეობას. სიმართლე გითხრა, ერთი და იგივეზე ლაპარაკი. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ მოქმედებს თუ არა და რავი, რადიკალებს კი გვიძახიან. ყველას ერთ რატო დაჭირდა ახლა სოციალური შემწეობების შეწყვეტა? კატეგორიაში ხარშავენ, ხო? ასე უყვართ მაგას რუსული გენს რომ შემოაგდებენ რა. რავი, რა უნდა ვილაპარაკო. საერთოდ მაგათთან უკვე სერიოზული ახმა მაქვს ხალხის, მე არ მიმაჩნია სწორად სიმართლე გითხრათ რა. ჩვენ უბრალოდ ვერ დავსვით ერთი ყოვობის ნიშანი რა, რომ ყველაფერს დაერქვას მისი სახელი ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ დღევანდელი დღე რეალურად მოიტანა რამ. ზუსტად იმ სიტუაციამ, რომ აი 90-იანებიდან წამოსული, ხო? აი საქართველოს ახალი ისტორიის შექმნა რაც დაიწყო, ასე ვთქვათ, ხო? აი ჟვიადიდან დაწყებული, სათანადო პასუხი არ გაეცა არავის. ისევ ის ხალხი ბობოქრობს, ისევ იმათი შვილები ბობოქრობენ, ხო? აი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებულის უფრო ადრე კიდე რა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი რა. ჩვენ ბიზნესზე აი სულ ამას ვამბობ ამ ბოლო პერიოდში, რომ გვექნება მადლობა მოსახდელი ერთ რამეში. არა სერიოზულად ვამბობ რა. მთელი ქვეყანა რო ითხოვდა ლუსტრაციის კანონს, რეალურად ლუსტრაციის კანონი, ანუ ვისაც უნდა შეხებოდა. ის ხალხი ან აღარ არა ცოცხალი, ხო? რეალურად თუმცა ბევრმა თვითლუსტრირება გააკეთა, ხო? ვის ემსახურება რეალურად. ცოცხალი არ არიან, ან ახლა მათი შვილები არიან, ან ისინი ღრმადმოხუცებულები არიან და ბიძინამ რაც გააკეთა დღევანდელი დღე რო არ მოსულიყო, ხო? რეალურად. მოახდინა ზუსტად ლუსტრაცია ყველამ მისი სახით. ეს იყო მისი წყალობით. და თავად ივანიშვილის ლუსტრაციაც მოხდა, ხო? რეალურად რისთვის იყო ამ ქვეყანაში მოსული. ხო, მაგრამ აი გამოვიდა ეთნოს ტრიუკი ჩავატარდა და მადლობა გადამიხადეთ, იმიტომ რომ რეალურად რა ხდება თუ ერთი ადამიანის საშუალებით დაიჯეროს მაგ. ჯერავ სამწუხარო მაგი. ხოდი ნახე რეალურად რა მოხდა. ერთი ადამიანის ხუშტურებით, ხო? მთელი სახელმწიფო მანქანა ჩამოიშალა. სასამართლოდან დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხო ყველაფერი დაიშალა. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენ სახელმწიფო თურმე არ შემდგარა. ჩვენ გვეგონა რომ სახელმწიფო ქონდა, მაგრამ რეალურად თუ შესაძლებელია, ანუ ჩვენ მიშაზე რაც იყო შედავება, ხო, ზუსტად ის სიტუაცია მოხდა დღესაც. ყველა მაშინ სახელმწიფო ინსტიტუციები მეტნაკლებად მუშაობდა და ფუნქციონირებდა როგორც სახელმწიფო და. გვეგონა რომ მუშაობდა, იმიტომ რომ ერთი კაცი ამუშავებდა ასე გამოდის.
ანუ არ შეიძლება ერთმა ანუ ფიქრობ ადამიანმა სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი მაინც დარჩა ამ ქვეყანაში? სახელმწიფო აზროვნების დეფიციტი კი არა, სახელმწიფო აზროვნება სამწუხაროდ საერთოდ არ არის, როგორც ვაგვირდები. აი ახალგაზრდა თაობა რას წამოვიდა დღეს და ქუჩაშია და ვერ შეყავდა თავისუფლად მოაზროვნეები, ესენია რეალური მომავალი ხვალინდელი დღის, თორემ რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტები, რასაც ქვია, როგორ შეიძლება ამიხსენი, როგორ შეიძლება რომ ერთი კაცის გამო ამ ხელა სახელმწიფო სტრუქტურა დაიშალოს. ესე იგი არ ყოფილა რომ გამოდის რომ ვინც იყო მართავდა იგი, ვინც მოვიდა და არაინტერესს არ მართავს რა გადაიყვანა რაღაც კერძო საკუთრებაში. ფაქტი ამას ვერ გავექცევით. ასე რომ სიმართლე გითხრათ, ყობახიძე იქნება სხვა იგივე ვინც არ უნდა იყოს, აი უკვე რა ესე გვარებისა მეზარება უკვე რა სიმართლე. ნუ კი ბატონო, ქართულმა ოცნებამ საქართველოს სახელმწიფოებრივობა მოარყია რეალურად და შლის, მაგრამ საზოგადოება იმიტომ დგას ერთი წელი ქუჩაში, რომ სწორედ იცავს ქართულ სახელმწიფოს, ხომ? ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს იცავენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს ვინც პროტესტში არიან და ფაქტი არის ეს. ამათ უნდა გააკეთონ რა ზუსტად ის ნაღები ხალხი მოაცილონ ქვეყანას და ვინაა დღეს დაჭერილი? განათლებული პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები, რა ვიცი, ყველა ვინც ამ ქვეყნში შრომობდა რეალურად. კითხია და ვისაც კი რამე განათლება მიუღია და სულ ყველა ვისაც კი რაღაც პატარა საშუალება აქვს იმისი რომ იაზრონოს თავისუფლად, ყველა ფაქტიურად დაჭერილია, დაწყებული ახალგაზრდიდან დამთავრებული ზრდასრულამდე და ბევრი ხანში შესულიცაა, ხო, დაკავებული. სამარცხვინო, აგრო ვინმე ეთქვა დაიჯერებდა მე. არავინ არ დაიჯერა, ხო, მე ნახდათ ვერ დავიჯერებდი, რომ ევანდელი დღე დადგებოდა ჩემი თვალით რო არ მენახა, ხო? გამომდინარე აქედან მოგვრა, სწორად გამიგეთ, რომ რეალურად ფაქტი არის ერთი, ჩვენ სახელმწიფო ჯერ თურმე არ შემდგარ ვარ. ერთმა კაცმა თუ შეიძლება დაშალოს მთელი სისტემა. კი ბატონო, როდის უნდა შევიქცეთ როგორც სახელმწიფო? პასუხი პირდაპირ ნიშნობით, არავით არის, აი გეუბნებით რა, არავით არის, კაი ბიჭი იყო რა ეკნა. დანაშაული ვისაც აქვს შადენილი ამას გულისხმობს. კაი ბიჭი იყო რა ეკნა, მუშაობდა, კი არ უნდოდა, მაგრამ აი ეს თემები უნდა ამოვარდეს რა, ყველამ უნდა აგოს პასუხი რა, დამთავრდა. ცრუ მოწმე იქნება. აი ეს გამყალბებელი იქნება რაღაც ფურცლები და პასტებით რო დარბოდნენ და ვითომ რო ღლიცინებდნენ რაღაცა უშნოდ იუსტიციაში ვინც ხელი მოაწერა და ის პირადობის მოწმეები იყო თუ რაც იყო რომ გააკეთას და აყალბა ვინც გააყალბა არჩევნები აი მოსამართლეები რომ ამათი ბრალია აი ამათი ბრალია იმიტომ რომ ჩვენ არ შეკრებილი მოსამართლეების ამათი ბრალია იმიტომ რომ არ განიხილა სარჩელი არჩევნების ამათ რო განიხილა დღეს ქუჩაში ხო არ ვიქნებოდი და ხოსხა სიტუაცია იქნებოდა ამიტომ ვამბობ რომ ფაქტი არის ერთი რომ არ ყოფილა ესე იგი შემდგარი სახელმწიფო სტრუქტურა რომ ვიღაცის ხუშტურით შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს რა ძალოვნები რომლითაც ვამაყობდით ძალოვნები რომლებიც იყვნენ ესე იგი პირდაპირ ნიშნობით პოსტსაბჭოთა კავშირში თითის საშვენებელი ერთ დღეზე ჩამოიშალა ყველაფერი რა ჩამოიშალა რადონეზე თან ნახე ეს სამარცხვინო რაღაცა პირბადეებს დაძდებდნენ ჯერ მანამდე დაძდებდნენ რატო არ გიკეთიაო და ხო ახლა ნუჭყვიტინოფო რა ეს აგიჟეთია ქვეყანა აღარა, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეს ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა რომ ქართულ კაცთან არავის არ გასწრია და არც გავა რა, იმიტომ რომ ახალი თაობა ამათ აგინ თავისუფლებაში გაზრდილია, თავისუფლებაში დაბადებულები არიან რა და ამათი დამონება მასეეული არ იქნება და თან ამათ გვერდს კიდო ვინ უმაგრებს ჩვენი თაობა რა, რომლებსაც ისიც გამოვლილი აქვს და ესეც გამოვლილი აქვს და მასე არ ხდება რა. უბრალოდ განსხვავება ის იქნება და ამაზე ვაკეთებ აპელირებას რომ ყველა ვარიანტში აბსოლუტურად უნდა აგოს ყველამ პასუხი. იმიტომ რომ ამ დანდობის ფაქტორმა მე ახლა მას კი არ ვამბობ ქუჩაში ვირბინოთ ჩაკუჭი და ლაფათი არა მესმის სამართლებრივად და კანონიერად რა მაგათგან განსხვავებით კანონიერად და სამართლებრივად ყველამ უნდა აგოს პასუხი რატომ იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოში დამთავრდეს ეს უაზრო შეიცვლება ახლა ისევ იგივე იქნება 10 წელი გავა აზრი კი ბატონო, მესმის რასაც ამბობ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 64 დღე, იქედან, რაც ამ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები და ამ აქციების მთავარი მოთხოვნები არის ის, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს შეჩერებული ევროინტეგრაციის განახლების პროცესს, რადგან ქართულმა ოცნებამ, ასე რომ ვთქვა, დააპაუზა, შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და ამით ქვეყანა შეუქმნა
ძალიან დიდი საფრთხე გამომდინარე იქედან, რომ ევროინტეგრაციის პროცესში შეჩერება პირდაპირ აისახება ამ ქვეყნის როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ევროპასთან თავისუფალ მიმოსვლაზეც, რაზეც ამ ქვეყნის მოქალაქეების მომავალია რეალურად დამოკიდებული, იმიტომ რომ იცით რომ ევროპაში თავისუფალმა მიმოსვლამ ადამიანებს მისცა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, დროებით საქმიანობა იქნება თუ მუდმივი სამუშაო და სწავლა-განათლება, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ბუნებრივია ამ ყველაფერს ემუქრება საფრთხე და აი ამ ყველაფრის წინააღმდეგ დგანან მოქალაქეები იმისთვის, რომ პირველ რიგში იყოს დაცული მათი უფლება, გამოხატვის უფლება და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული, რადგან ევროპისგან მოწყვეტილი საქართველო ხო რეალურად იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ და რუსეთს რომ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ უნდა, ამას გვასწავლის ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის 200 წლიანი ისტორია და ბუნებრივია აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეები იაზრებენ რა საფრთხის წინაშე ტოვებს ქართული ოცნება საქართველოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ევროპასთან გზების გადაკეტვით. მე მადლობას გიხდით იმისთვის რომ გვისმენთ, ჩვენგან იღებთ ინფორმაციას, თვალს გვადევნებთ, მე დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით ხვალ ტრადიციულად ამ დროს. გემშვიდობებით დროებით.